გამარჯობა თანამებრძოლებო. ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ ვიდეოების დადებას. მოგეხსენებათ ქართველებს UFC-ში ცოტა ხნიანი პაუზა ჰქონდათ აღებული, თუმცა უბრუნდებით ძალიან მაგარი დაპირისპირებით, რომელიც 16 მარტს UFC Fight Night-ზე გაიმართება და მთავარ ბრძოლაში იტალიელი მარვინ ვეტორის მეორედ დაუპირისპირდება ქართველი რომან დოლიძე. ვისაც არ გახსოვთ, წინა ბრძოლაში მარვინმა შეძლო რომანის დამარცხება, თუმცა ბევრის აზრით რომანსის ბრძოლა მსაჯებმა წაართვეს. ამიტომ დავალდოთ და ერთად უგულშემატკივროთ რომანს. ახლა კი გაიმზადეთ ჩაი და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. გპირდებით, ამ ვიდეოში გაიგებთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს MMA სამყაროდან. დავიწყოთ. ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ გასულ ტურნირზე, სადაც მთავარ ბრძოლებში ერთმანეთს ალექს პერეირა და მაგომედ ანკალაევი დაუპირისპირდნენ, ხოლო ბრძოლის გამარჯვებული და ახალი ჩემპიონი მაგომედი გახდა. მოგესალმებით, პერეირას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უამრავი ადამიანი მსაჯებს არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. თუმცა პირადად ჩემი აზრით ალექსმა რეალურად დათმო ეს ბრძოლა. მას ძალიან შეეწყო, რომ ანკალაევისგან მიწაზე გადაყვანას ელოდა, რის გამოც უაზრო დარტყმებს უშვებდა და რაც ყველაზე ცუდია, ბრძოლის ინიციატივა გადააბარა ანკალაევს. თუ კარგად უყურეთ ბრძოლას, მიხვდებით, რომ ანკალაევი იდეალურად ასრულებდა მის გეგმას და ალექს არ აძლევდა პირველ ნომრობას მთელი ბრძოლის განმავლობაში. მაგრამ ცალკე საგიჟეთი ხდება ჩვენს ჩემპიონებთან, ვინც არც ითილიამ თავის ქამარით დათმო, ვაკანტურად გამოაცხადა და ერთით მაღლა, მსუბუქ ზონაში ავიდა, სადაც რა თქმა უნდა ისლამთან დაპირისპირება სურს და მეორე ქამრის მოპოვება. ილიას ზონის ცვლილებას დიდი ხმაური მოყვა, ზოგისგან აღტაცება, ზოგისგან გაკიცხვა, მაგრამ UFC-ს ექსპერტმა და ყოფილმა მებრძოლმა 딘 ტომასმა ძალიან კარგი რამ თქვა. დაუჯერებელია, რომ ვიღაც უარს ამბობს ეგრეთ წოდებულ pay-per-view ქულებზე და UFC-ს ჩემპიონის სტატუსზე ასე მალე, გასაგები მიზეზების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ზონის დაფიქსირება აღარ შეუძლია. ამის მაინც და მაინც არ მჯერა, ის ახალგაზრდაა, შესაძლოა ზონის კლება მისთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ არ მჯერა, რომ ის ვეღარ აფიქსირებს ჩვენ მსუბუქ ზონას. თუ მას ზედა ზონაში ასვლა სურს, ავიდეს, მაგრამ ეს გამომდინარეობს ისეთი თავდაჯერებულობიდან, როგორც მაგალითად ჯონ ჯონს აქვს. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ შესაძლებელია უარი თქვა ქამარზე და გჯეროდეს, რომ არაა პრობლემა, მსუბუქ ზონაში ავალ და ქამარს იქ მოვიგებ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. რა თქმა უნდა, ილია ისლამი უდიდესი მოვლენა იქნება UFC-ში და ბევრის აზრით შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლაც კი გამოდგეს ისტორიაში. ეს ბრძოლა თითქმის კარს მოგვადგა და ვნახოთ თუ რას ფიქრობენ UFC-ს მებრძოლები, ვის მეტი შანსი აქვს, ილიას თუ ისლამს. აქვს თუ არა თოფურიას საჭირო უნარები, რათა მახაჩევი დაამარცხოს? რა თქმა უნდა, ილია დგომში უნდა დარჩეს, შეინარჩუნოს დისტანცია და გამუდმებით შეუტევს ისლამს. თუ მოჭიდავეს უტევ, მისთვის რთულია ესეთი მომენტი შერჩევა, რომ თეიქდაუნზე წავიდეს. ამიტომ თუ ილია მახაჩევს უკან დახევას აიძულებს, კარგად დაიცავს თავს და დგომში და თეიქდაუნზე რამოდენიმე მსვლელობას გაანეიტრალებს, მას წარმატების კარგი შანსი იქნება. ილია სახიფათო მებრძოლია და ნებისმიერი მეტოქის დაჭერა შეუძლია. ჩხუბი მის სასარგებლოდ რომ არ მიმდინარეობდეს, თოფურია შეიძლება მომენტი იპოვოს და მოწინააღმდეგე დააფინიშოს. თუ ილიას დარტყმა მიზანს მიაღწია, ისლამის დანოკაუტება ნამდვილად შეუძლია, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან მახაჩევს საფრთხეს ვერ უქმნიან. ილიას ძალის უკუღმებელყოფა არ შეიძლება. თოფურია თავის დარტყმის პოვნა შეეცდება და საწყის რაუნდებში ძალიან სახიფათო იქნება. სისულელეა იმის თქმა, რომ შანსი არ აქვს. არიან მებრძოლები, რომლებსაც გამარჯვების სხვებზე მეტი შანსი აქვთ და ჩემი აზრით თოფურიას უკეთესი შანსი აქვს ვიდრე ბევრ სხვას. ილიასთან ჩხუბი მახაჩევს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. ყველა თოფურიას ითხოვს, შემდეგ კი დაწერენ კომენტარებს, რომ ისლამი მხოლოდ ქვემსუბუქი ზონითი დივიზიონის წარმომადგენელ მებრძოლებს ეჩხუბება. როცა მახაჩევი ოქტაგონზე გავა და ილიას დაამარცხებს, ფანები იტყვიან, ხომ ვამბობდით თოფურია ფიზიკურად მისთვის ძალიან პატარააო. გულშემატკივრებს უბრალოდ სურთ მახაჩევმა წააგოს და ძალიან უნდათ მისი მარცხი ნახონ. ხალხის სიდიადი და წარმატება ეზიზღება. რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილების გარშემო ეჭვები არსებობს.
რადგან ფიზიკურად უფრო დიდ ბიჭებს შეხვდება და მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევია, რომელსაც ოქტაგონზე საოცრებები გაუკეთებია. ერთადერთი არ ვარ, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, მაგრამ თუ ილიამ მეტოქეს აიძულებს უკან დაიხიოს, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, როგორც ეს ალექსანდრე ვოლკანოვსკთან და მაქს ჰოლოვეისთან ნახეთ. არ ვიცი, გავრისხავ თუ არა იმის თქმას, რომ მახაჩევს მოუგებს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვივარაუდო, რომ ისლამს ძალიან საინტერესო ჩხუბს შესთავაზებს. Ჩემთვის ამჟამად ისლამი თავის ზონაში ყველა მებრძოლზე ერთი თავით მაღლა დგას. დიდი ხანია, რაც მახაჩევი ამ ზონაში საუკეთესოა და ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მსუბუქ ზონაში ხაბიბი მეფობდა. ჯერ კიდევ ამ დროს საუბრობდნენ ისლამზე. ფიქრობ 155 ფუნტში მას თავისი საქმე უკვე გააკეთა და მალე დივიზიონი უნდა შეიცვალოს. თუმცა მანამდე ისი და ილია თოფურიას ბრძოლა უნდა შედგეს. თოფურია ფანტასტიკური მებრძოლია, მაგრამ თუ მახაჩევს შევადარებთ, გაბარიტები და გამძლეობა ისლამის სასარგებლოდ იქნება, რაც ამ დუელში უპირატესობას მისცემს. ეს ნამდვილად შესაძლებელია. დიახ, მათი ბრძოლა უნდა შედგეს და ვფიქრობ თოფურიას მახაჩევის დამარცხება შეუძლია. ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ შესაძლებელია. სისწრაფეში უპირატესობა ილია თოფურიას ექნება, ასევე კრივშიც, ასევე ფეხი დარტყმებშიც. ფიქრობ ილია გაცილებით სახიფათოა და ის ამას უკეთ იყენებს. არ მგონია, რომ ისლამმა თოფურიას წინააღმდეგ ამ დარტყმებს მიმართოს. ჭიდაობა და კონტროლი ეს მახაჩევის იარაღებია. რაც შეეხება საბრძოლო IQ-ს, აქ რთულია უპირატესობა რომელიმეს მივცე. ორივე მართლაც ძალიან კარგი მებრძოლია. ფიქრობ ისინი საკმაოდ თანაბრად არიან. მიჭირს ფავორიტი დავასახელო. მინახავს თუ როგორ შეაქვთ ბრძოლის დროს ორივე მათგანს კოლექტივები. ძალაში ფიქრობ ისლამს უპირატესობა იქნება. კარდიოში კი თოფურიას. მახაჩევის ბოლო რაუნდებში იღლება. ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება და იმედია შედგება. ვინ გაიმარჯვებს თოფურია თუ მახაჩევი? რა თქმა უნდა ისლამი, მაგრამ MMA-ში გამორიცხული არაფერია და ილიას საკმარისი ძალა აქვს. თუ ისლამი ორთაბრძოლისთვის ბრძოლამდე მზად იქნება, მარტივად გაიმარჯვებს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წონის კლების რთული პროცესი, ცუდი დიეტა ან რამე სხვა, ვინ იცის, თუმცა ჩემი არჩევანი მაინც მახაჩევის გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ამ ჩხუბში ისლამს ვქომაგობ, რადგან ჩემი ძმაა, მას დიდი ხანია ვიცნობ. ილია კი ჩემი მსხვერპლია. მახაჩევმა 10 ჯერაც რომ მოუგოს, მომდევნო ორთაბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მასთან ვიჩხუბებ. თუმცა ჯერ ნაადრევად არ მინდა ყველაფერზე საუბარი, რადგან ეს ბრძოლა ჩანიშნული არ არის. ისლამს ერთი წონით მაღლა ასვლა და მეორე ქამრის მოპოვება სურს. თუმცა შეგახსენებთ, რომ მაგ ზონაში ჩემპიონი ისლამ მახაჩევის მეგობარი ბელალ მუჰამედია. არ ვიცი. ცუდი ვარიანტი არ იქნება ჯერ გასახურებელი ბრძოლა ილიასთვისაც, მაგალითად ოლივეირა, ცარუკიანი ან სხვა ამ ზონის ტოპ მებრძოლი. ამაზე ისაუბრა კარგად ჩელსონენმა და თქვა: თოფურიას და მახაჩევის დაპირისპირება კარგად ჭხერს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ჯერ არ მოხდება. ილიამ სატიტულო ბრძოლამდე ერთხელ მაინც უნდა იჩხუბოს. თუ ის ოლივეირას დაუპირისპირდება და შემდეგ მახაჩევს, ეს უკვე სულ სხვა საქმე იქნება. თოფურიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მსუბუქ ზონაში ანგარიშის გასაწევი ძალა იქნება და ეს ცარუკიანის და ოლივეირას დამარცხებით უნდა გააკეთოს. ერთი სიტყვით დავეულდოთ, წესით ილიას შემდეგ ბრძოლას მალე გავიგებთ. მით უმეტეს ილიამ რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ როდესაც დავაანონსებ, არ დაიჯერებთ, მოემზადეთ. ჩვენი ზღა დაგვშენია დავაულდოთ, რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ილია მახაჩევის დაპირისპირება ძალიან ახლოსაა. სულ ახლახანს განახლდა pound for pound საუკეთესო მებრძოლების სია, რომელშიც ილია და მერაბი ისევ დაწინაურდნენ. ილიამ მესამეზე გადაინაცვლა, ხოლო მერაბი მეოთხეზე და კარგად რომ წარმოიდგინოთ მათზე წინ მხოლოდ დღისობით საუკეთესო მსუბუქწონოსანი ისლამ მახაჩევი და ყველა დროის და ეპოქის საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯონსი არიან. უბრალოდ შრუანდელი მივლის რომ წარმოიდგენ რამხელა წარმატებას მივაღწიეთ MMA-ში ქართველებმა. და ბოლოსკენ ერთ-ერთმა კლოუნმა სცადა რომ მერაბისთვის დიდიბად შეურაცხყოფა მიეყენებინა, თუმცა კარგია რომ ბოლო დროს მერაბი თავის თავს თოკავს და მსგავს პერსონაჟებს საკადრის პასუხს არ სცემს. No, not this one. I'm worried about the defining moment. It's just pictures, bro. No, It's just pictures, bro. No, not those It's just ones. pictures, bro. Not those ones. Alright. No, not that. Alright, it's all good, it's all good. Umar beat you, bro. Umar beat you next time, bro. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.
სადაც ქართველების მოახლოებულ ბრძოლებზე ვრცლად ვისაუბრებთ. შეხვედრამდე.